სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. სულიერ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად, რაც შეიძლება სრულყოფილად და სიღრმისეულად გავიაზროთ ის მიზეზები, რის გამოც კაცობრიობამ ღმერთი ვერ იცნო იესო ქრისტეში. რატომ არის რომ დღესაც ვერ ცნობენ და რატომ არის რომ ჩვენ თითქოს ვიცანით, მაგრამ ჩვენი სულიერი წარმატება არადა ვერ შედგა, ვიცანით, მაგრამ ვერ ვიცანით. და კაცმა არის ის, რომელიც უფრო ცუდია კიდე, როცა ვერ იცნო ადამიანმა, თუ ის რომ აღიარებს, რომ იცნოს, აი სახარებაში როა ბარმები რო ყოფილიყავით, კიდე ეს ცოდვა არ გექნებოდათო, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ხედავთ და მაშინ ცოდვები თქვენს კისერზე. და ჩვენ როცა ხმამაღლა განვაცხადებთ, რომ გვწამს იესო ქრისტეს ღმერთობა, მაშინ ბუნებრივია, რომ პასუხისგებლობა უფრო მეტია ჩვენზე. იმიტომ რომ ძალიან მარტივია, ხო, აქ შეკითხვა. თუ გწამს, რატო ისი არ ცხოვრობ, როგორც მან ინება და მან თქვა და მან განგიცხადა. და ძიების პროცესი, თქვათ, რატომ ხდება, რატომ მოხდა ეს, რომ ადამიანებმა ვერ იცნეს, ან ვიცანით, მაგრამ გვიჭირს, მრავალნაირად უნდა ვეძებოთ. ლოცვაში იქნება ეს, საკუთარ თავში ჩაღმავებაში, ეკლესიის ისტორიაში, წმინდა მამებთან და რა თქმა უნდა, წმინდა წერილში. ყველიერის კვირა იცით და ფაქტობრივად მოსამზადებელი პერიოდი დიდ მარხვისათვის მთავრდება ამ კვირაში და მე იწყება დიდ მარხვა, რომელიც გამოსაყენებელი პერიოდია ამ სიტყვის კაი გაგებით. იმიტომ რომ ღმერთმა მას რაღაც მიანიჭა ჩვენთვის დასამოძღვრავად მიანიჭა რაღაც მადლმოსილება ისეთი, რომ ჩვენ ყველას გამოგვიცდია, ხო, ერთი დღე პრინციპში მეორე დღის გარით უნდა განსხვავდებოდეს, მაგრამ რაღაცა ხდება განსაკუთრებული. რაღაცა სხვა შემართება გვაქვს, სხვა სულიერი ენერგია გვაქვს. მე ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც ღვთისმსახურებას ესწრებიან და არა იმათ, ვისთვისაც დიდ მარხვის პერიოდი ლობიოს და უკაცრავა და კარტოფილის ჭამას უკავშირდება. არამედ მე ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება სისუსტის გამო ვერც კი მარხულობდნენ, როგორც საჭიროა, მაგრამ სამაგეროდ ღვთისმსახურება უყვართ და არა მარტო კვირა დღით შემოიფარგლებიან, არამედ შუა კვირაშიც ისინი ესწრებიან ამ მსახურებებს. და სწორედ მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ღვთისმსახურებები, როგორც არ უნდა მოინდომო თქვენ სრულყოფილი ღვთისმსახურება, რასაც მართლმადიდებელი ეკლესია გაწვდით, მაინც ვერ ეზიარებით მას. ეს მხოლოდ მონასტრებში ხდება, სადაც ფაქტობრივად 24 საათიანი მსახურებაა. ვერ მოახერხებთ ამას, მაგრამ რასაც ვახერხებთ, მის მიერ თუ მაინც განვისწავლებით, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ დიდ მარხვას რაღაც განსაკუთრებული მადლმოსილება ახლავს და აი ჩვენ წმინდა წერილიც დღევანდელ დღესაც კიდევ ერთხელ ისეთ აქცენტებს აკეთებს ჩვენს გასაგონად, რომ უფრო მეტად კონცენტრირებული ვიყოთ იმ საკითხზე, იმ თემაზე, რაც უმთავრესია ზოგადად სულიერ ცხოვრებაში და განსაკუთრებულად დიდ მარხვის დროს, რითაც დავიწყე საუბარი, რომ აი რატო ვერ ვიცანით და რა მოხდა და რატო მოვიძულეთ ასე ღმერთი და რა არის ამის მიზეზი. და ერთად წავიკითხოთ რამდენიმე მუხლი წმინდა წერილიდან და მე ვფიქრობ, რომ ეს მეტნაკლებად მიგვაახლოვებს ამ ჩვენ პრობლემასთან, მეტად დაგვანახებს უფრო სწორედ ჩვენ პრობლემას. აი დამოკიდებულება, აი ღმერთი მოვიდა, ხო, წარმოგიდგენიათ, აი ღმერთი მოვიდა, ღმერთია, ხო, რაღაცა დიდ კაცზე ხო არ ვლაპარაკობთ. ეს არის პიროვნულად ის ზუსტად, რომელსაც სამყარო შექმნა. აი ადამიანმა რომ მოინდომოს, აი თქვა ძველ ისტორიებში რო არსებობს თქვა, ხო, წიგნებიც კი იწერებოდა თქვა, ინგლისური ერთ-ერთი ნაწარმოები გამახსენდა, რომელიც თითქოს ნამდვილ ამბავზეა, რომ მეფე რო აღმოჩნდება, ესე იგი უბრალო ხალხში და პირიქით და აი თქვა მეფე აღმოჩნდა უბრალო ხალხში. და არავინ არ იცის რომ ის მეფეა. თუ ის ნამდვილი მეფეა, თავის აღზრდით, როგორც თუ ის მართლა არისტოკრატია, თუ თავის კეთილშობილებით, დიცულოვნებით, სიმამაცით, ქველმოქმედებით და ასე შემდეგ, როგორ უბირ ხალხშიც არ უნდა აღმოჩნდეს და როგორც არ უნდა მოინდომოს მან დაფარვა თავისი დიდებულებისა, ხო, რაც მას გენეტიკურად აღზრდით და რა ვიცი, სოფხედელობრივად მოსდევს, შეუძლებელია ბოლომდე დაიფაროს და თუ ის მთლიანად იცხოვრებს იმ ადამიანებში, იმ ადამიანთა გარემოცვაში, ის შეუძლებელია რომ ბოლომდე დაფაროს თავისი კეთილშობილება, ის მაინც გამოჩნდება. მაგრამ ვინ შეიძლება იცნოს კეთილშობილება ასე დროს მეფეში, რომელიც თავის მეფობას მალავს? იმას, ვისაც შესაძლებლობა აქვს თავად მიიღოს ეს კეთილშობილება, რომელიც მზად იქნება იმისათვის, რომ თვითონაც ეზიაროს აი ამ მდგომარეობას, რაც თქვა მეფის არსებაში, მეფის გულში შეიძლება იყოს, ვისაც მოეწონება ეს და ვისაც უყვარს ასეთი დიდებულება, ხო? მხოლოდ იმან შეიძლება ეს გაიგოს და
თუათ ადამიანს თუ ესეთი საკითხები არ აინტერესებს, ვერანაირად ვერ მიხვდება. ვერაფრით ვერ მიხვდება, რომ მის წინაშე დიდებული ადამიანი დგას. ასეა რაღაც მსგავსი ალბათ მოვიდა, ხო, გასაგებია მალავდა უფალი. ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ჩვენი უძლურებები ბოლომდე ეტვირთა. რატო დამალა? ბოლომდე იტვირთა ჩვენი უძლურებები, დაწყებული ჩვილობიდან და მანამდეც კი და მე მთელი ცხოვრება სიკვდილის ჩათვლით. ჩვენ უნდა დაგვენახა ეს და დაგვენახა კიდევ ვიმეორებ, არა ძალმოსილება მისი, ანუ მეფის არა შეიარაღება ჯარი და ხმალი, არამედ დიდებულება და კეთილშობილება. ძალის და ღონის ცხოველსაც ეშინია და ცხოველიც, ესე იგი, კრძალვით უყურებს უფრო დიდ ცხოველს. ამაში ხო არ არის საქმე. თავარი არის ადამიანმა ის დიდებულება განიცადოს, საღვთო დიდებულება. მთელი პრობლემა ადამიანებისა სწორედ ის არის, რომ ის რაც ღმერთში ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თორე ის რო ყოვლადძლიერია, შენ რა ყოვლადძლიერი გახდები თუ რა არის, ვერ გავიგე. თუ რაში თუ ახალ სამყაროს შექმნი, ხო? რაში უნდა მიბაძო, ხო? და ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაში ჩვენ უნდა მას მივბაძოთ, მივემსგავსოთ. რის გამოც ჩვენ მან ძმა, მეგობარი და შვილი გვიწოდა და რის გამოც ვართ ღვთის ხატი და მსგავსი, იმის დანახვის უნარი უნდა გქონდეს. და თუ იმას ვერ დაინახავ, მაშინ შენ მასთან ერთობის შესაძლებლობა გესპობა, იმიტომ რომ შენი ღმერთობა ნიშნავს არა იმას, რომ ახალი galaktikები შექმნა, ღმერთი უნდა გავხდეთო მადლით, რომ გაგვიგია, არამედ ნიშნავს, რომ იმ დიდებულებაში, იმ კეთილშობილებაში, იმ შვენიერებაში, იმ სიყვარულში, იმ სიმდაბლეში, იმ მორჩილებაში, აი იმაში მიბაძო. და ის უნდა დაინახო და ის უნდა გინდოდეს და ვინც ეს ვერ დაინახა, დიდებულების მწვერვალი, სიმდაბლეში, მორჩილებაში, კეთილშობილებაში, სიყვარულში, მიმტევებლობაში, ვინც ეს ვერ დაინახა, ქრისტე ხო ვერ დაინახა. ჩვენ ხედავთ, როგორ ექცევიან მას, როცა მას იჭერენ, იწყეთ შესმენად მის, ანუ ცილს წამებენ, ანუ გამოჭერაზე არიან, ანუ ვერ ეგუებიან მას, მისი ატანა არა აქვს. და აქ ხო იცით ვიზია ლაპარაკი? გარყვნილ ადამიანებზე და უზნეებზე არ არის, აქ ლაპარაკია ღირსეულ ადამიანებზე, რომლებსაც, რა ვიცი, პატივი აქვთ საზოგადოებაში, რწმენაც აქვთ და ასე შემდეგ. და ბრალდებები ნახეთ რა საინტერესოა. ერთ-ერთი ბრალდება ესეთია: გარდააქცევდა ნათესავსა ჩვენსა. ანუ რაღაც ეროვნული ნიშნით, რაღაცას აბრალებენ, ანუ გარდააქცევდა ანუ ჩვენი ერისათვის ცუდ საქციელს ჩადის. არა ახლა ეროვნული ნიშნით, თითქოს ერს აზიანებს, ან ერს ყნის, ან ერის სხვა მიმართულებით მიყავს. ანუ ეროვნული ღირებულებების დამაქცევა რად გამოიყვანეს, შეიძლება ასე ითქვას. მეორე, აყენებდა ხარკსაცა მიცემად კეისრისა, ანუ პოლიტიკურ ბრალდებას უყენებდა. ეკლესიის ისტორიაში ეს ძალიან ხშირად ხდებოდა. ხო, ხშირად მოგვიყვანია მაგალითები წმინდა ენოქორპირის, მაქსიმე აღსარებელის და ათანასე დიდის, ასე შემდეგ ძალიან ხშირად ხდებოდა ესე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა ხოლმე, თქვათ, წმინდანების და გასამართლებას კი და მოკვდინებას კი. ანუ პოლიტიკური ნიშნით. და მერე კიდევ ერთ რამეს აბრალებენ. იტყოდა თავსათვისა ქრისტე და მეუფედ ყოფად. ანუ რაღაც რელიგიური ბრალდებაც. ანუ თუ რამე ბრალდება შეიძლება წაუყენო, რაღაც ეროვნული, სახელმწიფოებრივი, რელიგიური, ყველა ბრალდება წაუყენეს იესო ქრისტეს. პილატე გასაგებია, რომ ამბიციური ადამიანია, მაგრამ მეორე მხრივ ის რომაელია და რომელისათვის სამართლიანობა რელიგიასავით არის. მანაც შეიძლება მისი თვითკმაყოფილება ეფუძნება იმას, რომ სამართლის აღსრულებელია. იმიტომ უჭირს მას ქრისტეს ჯვარცმა, რომ მისი მთელი თავმოყვარეობა, პატივმოყვარეობა, ყველაფერი ეფუძნება იმას, რომ სამართალი უნდა აღასრულოს. ამით იკვებება მისი პატივმოყვარეობა. და უცებ ეუბნებიან, რომ ეს კაცი უნდა მოკლა და არ არის მოსაკლავი. ანუ სიმართლის წინააღმდეგ მიდის და არ უნდა მას პილატეს ამის გაკეთება. აი წარმოიდგინეთ, ადამიანი წარმართი, რომელიც პატივმოყვარეობით და რა ვიცი, დიდების მოყვარეობით და სიამაყით გაჟღენთილია და გაბერილია, შეიძლება ასე ითქვას, ესე იგი, იმასაც კი არ უნდა, იმის გაკეთება, რასაც ეს ადამიანები, რომლებსაც ქრისტე უნდა ეცნოთ და რელიგიურებიც არიან და უბრალოდ რელიგიური კი არა. ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები არიან. მართლა სამშობლო უყვართ, ჩვენ ხო ვიცით, რომ მე რომაელები რო ცდილობენ იერუსალიმის აღებას, როგორ გაუჭირდათ და ფაქტურად შეეწირენ ამას. სამშობლოც უყვართ, ხო? და რა ვიცი, აი ესეა. ცუდი ხალხი თითქოს არ არის, მაგრამ მათ პილატე ჯობია. რა უცნაურია, ხო? პატივმოყვარე პილატე და კარიერისტი ჯობია ამ ადამიანებს. ამ მორწმუნე, ერთი ღმერთის მორწმუნე ადამიანებს. ხო და ეს ხო
ეს ხო ჩასაფიქრებელია, ესე იგი მე თითქოს სამშობლო მიყვარს, თითქოს ცუდი მოქალაქე არ ვარ, თითქოს რელიგიური ვარ, თითქოს რაღაცა წამს. ეს არაფერს ნიშნავს, ეგეთები იყვნენ ზუსტად და ქრისტე ვერ იცნეს. ესე იგი, როცა პილატე მათ გონზე მოხმობას ცდილობს, იზრიანდებიან, უფრო მძვინვარდებიან და წერია. ანუ, როდესაც მას პილატე სიმართლეს ეუბნება, ამას არაფერი ცუდი არ გაუკეთებია, არ არის მოსაკლავი. ანუ ჭეშმარიტება დგას და არ მოსწონდა, გაგიჟდნენ და როცა კიდე ჭეშმარიტებას კიდე ადამიანური სიმართლეს ემატება, იგინი უფრო განძლიერდებოდეს და კვლავ ამბობდნენ აღაშფოთებს ერთსა და რაღაც ბრალდებები ისმის მათი პირიდან. ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებაზე და სიმართლეზე ცუდად ხდებიან. ეს არის ერთ-ერთი ის მდგომარეობა ადამიანისა, რომელსაც არ შეუძლია ქრისტეს ცნობელობა. რა მდგომარეობაა ეს, როგორ ფიქრობთ? რა შემთხვევაში მძვინვარდება ადამიანი სიმართლეზე და ჭეშმარიტებაზე, რომ დავფიქრდეთ, ხო? რა შემთხვევაში და როცა ერთადერთი წარმმართველი შენი გზისა, შენი ყოფიერებისა საკუთარი სიმართლე გაქვს. ერთადერთ წარმმართველად საკუთარი სიმართლე გაგაჩნია, საკუთარი ხედვა გაგაჩნია. ამით არსებობ, ამით ყოფიერება, არა გაგ ორიენტირი. რელიგიური შეიძლება იყო ამავე დროს, რელიგიური ადამიანისთვის ორიენტირი ხო ღმერთია და ღვთისნებაა. არა, გადაფარავს საკუთარი სიმართლე. იმდენად საშინელი შხამია ეს საკუთარი სიმართლე. როგორც კი მასზე ენდობი, მორჩა დაღუპული ხარ, საშიში მდგომარეობა უკვე შენთან. და არაფერ პირიქით, რაც მე სიმართლეს გეუნებიან, უფრო მეტი ცუდი რაღაცები გემართება, კიდევ უფრო განძლიერდებოდეს. გახსოვთ, რომ პილატე გააგზავნის ჰეროდესთან. ეს მისი ესეთი სულმოკლე ნაბიჯი იყო, მზაკრობასთან შერეული, რომ მოიცილა ჰეროდეს სადაც გალილეა, ესე გალილეველი, ესე ჰეროდეს მართლობაშია და ჰეროდეც იქ იყო ამ დროს იერუსალიმში და გააგზავნა ჰეროდესა და თან მართალი კაცი უნდა იყოს პილატეს, თან მართალი კაცი უნდა იყოს და თან მზაკრობს, თან უნდა რომ თვითონ ეს პასუხისგებლობა არ აიღოს. აქაც ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. შენ გინდა რომ ობიექტურად მართალი იყო, არა საკუთარი სიმართლით, არა ობიექტურად მართალი, მაგრამ ეს ობიექტური სამართალი ისაგინა მოირგო, რომ მაინც შენი სიმართლე გამოვიდეს. რა სიმართლე ქონა პილატეს? პილატეს თავარი მიზანი იყო, რომ თანამდებობა არ დაეკარგა და მე უფრო დიდ თანამდებობას წასული. ამისათვის არ უნდა ყოფილიყო ამბოხი და ასე შემდეგ. და თან არ უნდა რომ უსამართლობა აღასრულოს. როგორც გითხარით, წეგან ახსენი რატო? ესე იგი თან ესეც უნდა, ისიც უნდა და ამას როგორ ახერხებს? აი ჰეროდესთან გაუშვა, იმიტომ რომ ის მეფეა და იმასაც შეუძლია განაჩენი გამოუტანოს. ჰეროდეს ტიპაში ძალიან საინტერესოა. ვითარცა იხილა იესო განიხარა ფრიად. ეხლა აქ სიტყვებს დავაკვირდეთ. ქრისტეს დანახვით ჰეროდე ხარობს. ანუ ადამიანი, რომელიც რელიგიურ ცხოვრებას ეწევა, აი ადამიანს დალოცავ ქრისტეთი, ან მის ცხოვრებაში რაღაცა მოხდება ისეთი, რომ აშკარად ღმერთის ხელი იგზნობა, ხო? ადამიანს გაუხარდა. ხო, ადამიანი დიდი ხანი არ ზიარებულა, მოვიდა ეზიარა და ასე შემდეგ 1000 რამე შეიძლება. უამრავი მიზეზი შეიძლება რელიგიურ ადამიანს ჰქონდეს, როცა ის იტყვის, რომ აი უფალი დამეხმარა. ბუნებრივი ადამიანს ეს ახარებს. აი ეს სიხარულიც არაფერს არ ნიშნავს. ჰეროდე ძალიან უნდოდა ქრისტეს ხილვა და უცებ ესეთი შესაძლებლობა მოეცა, უხარიათ. და ნახეთ, განიხარა ფრიად, ან უბრალოდ კი არ გაუხარდა, ძალიან გაუხარდა და დამოკიდებულება. სწადოდა ხილვად რაიმე სასწაულისა ყოფასა მისგან. ჰეროდე ხვდება, რომ მის წინ ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. მას ჯერა უпроსწორად ამის. ის არაფერს არ ხვდება, უბრალოდ მას გაუგია და მას ჯერა, რომ მის წინ ჩვეულებრივი ადამიანი არ ადგას. მას შეუძლია სასწაულები მოუხდინოს. აქაც ხო არ გვეცნობა საკუთარი თავი. ქრისტესთან ურთიერთობაში მუდამ სასწაულებს ვეძებთ. გვავიწყდება რა, რომ თავარი სასწაული არის ის, რომ მე მწამს მისი ღმერთობის და არანაკლები სასწაულია ის, რომ მე მწამს, რომ პური და ღვინო წირვის შემდგომ ხდება ხორცი და სისხლი და მე მას მივიახლები გრძალვით, როგორც ხორცსა და სისხლს. ეს სასწაული არ არის. ჩემთვის ეს არის ამოუცნობი ფენომენი. როდესაც ჩემი მღვდლობა არის რეალიზებული და მღვდლობა რეალიზდება მხოლოდ წირვაზე. ძირითადად ეს არის მთავარი საქმე მღვდლისა. ჩემი მღვდლობა როცა რეალიზდება და ესე იგი სეფისკვერი და ღვინო გარდაისახება, ანუ პური და ღვინო გარდაისახება ხორცსა და სისხლად და მე რომ ამის 100 კი არა 1000%-ით რომ წამს და მე რომ ამას განვიცდი, ეს ჩემთვის არის ამოუცნობი მოვლენა. რომ მე არა ვარ ესეთი მორწმუნე, რომ ჩემი სიტყვის და ჩემი ლოცვის ასე მჯეროდეს. არა ვარ ესეთი 100%-იანი მორწმუნე, მაგრამ აი აქ ვარ 1000%-იანი მორწმუნე. ეს არის ამოუცნობი ფენომენი. თქვენც ესე აბარატო მოდიხართ ახლა, იმიტომ მოდიხართ, რომ ქრისტეს ხორცსა და სისხლს ეზიაროთ. თქვენ არც ერთი არ ახართ ისეთი მორწმუნე, რომ თქვენს ლოცვას თების გადაადგილება შეეძლოს.
თქვენი პრობლემებიც ვერ მოგიგგვარებიათ, მაგრამ ამავე დროს თქვენ გწამთ ის, რაც აქ ხდება. ეს არ არის საოცრება და ეს არ არის ფენომენალური რაღაცა არის ეს, რომელიც არ აიხსნება. ეს არის ყველაზე დიდი სასწაული. ეს არის მაცხოვნებელი სასწაული. ეს ჩვენ ღმერთთან გვაკავშირებს. ღმერთმა ქნას ეს წმენა ბოლომდე მივიტანოთ და თუ ამ რწმენით გარდავიცვლებით, შეიძლება ვცხონდეთ კიდევაც ღვთისმადლი. ამასთან ერთად ჩვენ ვავლენთ სულმოკლეობას. და არ გვჯერა ბოლომდე ღმერთისა და მისგან სუხელის მოსაკით სასწაულებს ვითხოვთ და გვახსოვს ხო მისი სიტყვები მწარე რომ ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულს ეძებს და აი ეს მდგომარეობა აქ ჰეროდეს რომელიც გასაგებია ვინც არის რა ნამდვილად მისაბაძი მაგალითი არ არის კიდევ არის ერთი ღირებულება უბრალოდ ეს მეგობრობა და როგორ წერია გახსოვთ ეს იცით თქვენ იქნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ამის შემდეგ როცა ამან გაუგზავნა რაღაცა შეთანხმდნენ ქრისტესთან დაკავშირებით მანამდე მტრები იყვნენო ხაზგასმით წერია ბოროტებაში დამეგობრება რომელიც ქრისტეს უკავშირდება ქრისტეს სტრობაში დამეგობრება ყოველმან მან სიმრავლემან ანუ ყველა ვინც იქ იყო ყველა ჯურის ადამიანი ყველა სოციალური ფენის ფაქტურად ეს იყო ხმა ერისა, რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, ხმა ერისა, რომ ქრისტე უნდა მოვკლათ. მართველი, მეფე, მღვდელმთავრები, მღვდლები, თეოლოგები, ანუ მწიგნობრები, უბრალო ხალხი, მშრომელები, ჯარისკაცები, ყველა ყვირის მოვკლათ ეს ადამიანი. გასაგებია, რომ იქ ვიღაცა შურით მისცეს, ვიღაცა მატყილებს, ვიღაცა ასთუნეს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? ადამიანი იმიტომ ხარ, რომ ესე იგი კონდეს რაღაც ორიენტირი და ვიღაცის ჭკუაზე ესე ადვილად არ იარო. ყველა ერთასზე მოვიდა. თან არჩევანით ხო შეიძლება და ქრისტე და ბარაბა. ორი აბსოლუტურად განსხვავებული. ბევრჯერ არის ხაზგასმული წმინდა წერილში, რომელიც კაცის ყვლისათვის იყო დაჭერილი. მაგრამ არა, ჯვარსაც უეგე და ბარაბა მოგვეცი. და მე პილატეს სვავს კითხვავს, რომელიც ძალიან საინტერესო კითხვაა. პილატე ეკითხება, რაი ბოროტი უქმნიეს? ანუ ფაქტი მითხარით, რა დააშავა ამ ადამიანს? აი ნახეთ როგორი რაღაცა არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური ადამიანისათვის, განსაკუთრებულად, როდესაც ხშირად განაჩენი გამოაქვთ ადამიანისათვის, თვით სასიკვდილე თავის გულში, რომ ჯოჯოხეთისში უნდა წავიდე, ჯოჯოხეთის ღირსია და ასე შემდეგ. და კითხვას ვავს, რა ბოროტი უქმნიეს და ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს განაჩენი გამოტანილია არა სამართლიანობის თვალსაზრისით, არამედ ადამიანის რელიგიური აღქმის, რომელიც სინამდვილეში მისი სიმართლე, ისევ საკუთარ სიმართლესთან მივდივართ. და ეს კითხვა რა ბოროტი უქმნიეს? არა ბრავლის სიკვდილის აპოვე მისთანა და ამის მერე წერია იგინი ზედა დაესხმოდენ და მგელთა არ უფრო გამძვინვარდნენ. არ აქვს მნიშვნელობა ამ ბოროტება ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა. ეს მათი სიმართლეა, მათი სიმართლე უნდა ახსრულდეს. დავით არ მოჰყვანდნენ ადგილს ამას, რომელსაც ქვიან თხემის ადგილი, ანუ გოლგოთა და ნახეთ ეს ტექსტი როგორ არის. სინტაქსი. და მუნ ჯვარს აცვეს იგი და ძვირის მოქმედნიცა იგი მისთანა, რომელიმე მარჯვენით და რომელიმე მარცხენით მისა ჯვარს აცვეს. არანაირად აქცენტირებულ ღმერთის კვლელობაა ეხლა აი რამდენიმე სიტყვაში. ერთ წინადადებაში ღმერთის კვლელობაა აღწერილი. საშინელი დანაშაული სამყაროში. და ნახეთ, და კავშირი და მუნ ჯვარს აცვეს აცვალსახელი და ძვირის მოქმედთა თან რომელიმე მარჯვენა. რა არის ეს? როგორ თან რა საინტერესოა იცით? ყველა מחარებელი ასე აკეთებს. რატომ? იმიტომ რომ ამით წმინდა წერილი გვიჩვენებს ჩვენს გულგრილობას ღმერთისადმი, ყოველგვარი ჭეშმარიტებისა და სიმართლისადმი და ჩვენს გულის მდგომარეობას რომ არ შეგვიძლია თანალმობა და თანაგანცდა მოყვასის ტკივილების. გულგრილები ვართ, უსიყვარულოები ვართ, ჭეშმარიტების მიმართ საერთოდ ინდიფერენტულები ვართ. და აი ეს მდგომარეობა კაცობრიობისა გამოხატულია აი ამ სიტყვებში. ისე როგორც ნიჩზე რომ თქვა, ღმერთი მოკვდა. ეს გასაგებია ის ვინც იყო და რაც იყო და ეგ ცალკე თემაა, მაგრამ აი ეს სიტყვა ღმერთი მოკვდა. როგორ აიტაცეს? განივცოდ, რატომ? ღვთისგანგება არის აქაც თითქოს, იმიტომ რომ ამ საწყალი ადამიანის სახით, რომელიც ნიჩზე იყო, ღმერთმა დაგვანახა, რომ აი ეს არის თქვენი მდგომარეობა. თქვენში ღმერთი მოკვდა. ფიზიკურად 2000 წლის წინ მოკალით და ახლა ლიანად დაავადით თელი სამყარო ამით არის დაავადებული. ეს სიტყვები არის დიაგნოზი კაცობრიობის. ჩვენ გვიყვართ, მე მიყვარხარ, შენ ეს ყველაფერი სრული ფარისეულობა.
მხოლოდ ქრისტეს მიერ არის შესაძლებელი ნამდვილი სიყვარული, ისიც არა სახელით როცა ამბობ ამას, არამედ როცა ნამდვილად და რეალურად მას გავხარ და ემსგავსებ. არა ნიჭიერებით, არა მაგარი თვისებებით და არა ძლიერებით და არა გონიერებით და არა ინტელექტით, არამედ სიმდაბლით და კიდევ ერთხელ სიმდაბლით. ხოლო უფალი როგორ იქცევა? მაგ სამაგალითოდ. აი ეს ყველაფერი ხდება, ამას ყველაფერს ხო ხედავს რა რომელია სამყარო შემოქმედია. ჩვენს გასაგონად ამასაც ჩვენს გასაგონად აკეთებს. იესო იტყოდა მამაო მიუტევე ამათ რამე თუ არ იციან რასა იქ. აი ესე საშინლად ვიქცევით და უფალი გვიყურებს და მიპატიებია. თუ არ იცი რას აკეთებ. და ეს რო შემთხვევით არ ხდება და ღმერთი რო აკეთებს, ღმერთის ნება რო არია ყველაფერში, ანუ ღმერთს ვერ მოკლავ. შეუძლებელია ღმერთს მოშიდეს, შეუძლებელია ღმერთს მოწყურდეს, შეუძლებელია ღმერთი ისე დაიღალოსო, დაეძინოს, ჩაეძინოს, შეუძლებელია რომ ღმერთი დაიჭირო და მოკლა, იმიტომ რომ ის პიროვნულად ღმერთია. მაგრამ ადამიანური ბუნება რომ იყო, ადამიანური ბუნებით ბოლომდე გადის ადამიანის გზას და ბოლომდე გვემორჩილება, ბოლომდე ჩვენს ხელში აღმოაჩინა საკუთარი თავი, ამას ყველაფერს ბოლომდე თვითონ აკეთებ. ჩვენი გულის ზრახვა ბოლომდე გაშიშულდეს, ბოლომდე გამოაშკარავდეს, ბოლომდე მოაჩინოთ ჩვენ ვინა ვართ ადამიანები. ეს რომ ასია, აქ არის ეს სიტყვები, მის სამოსელზე განიგდეს წილი. რა არის ხა რატო უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი? მაშინ ქსოვილი ძვირფასი იყო და არ გადააგდებდნენ და ვიღაცას დარჩებოდა გასამჯელოსავით, როცა რაღაცას აკეთებენ. ხო ბუნებრივ რატო წერია? წილი განიგდესო და საოცრება ხო ისა რომ ფსალმუნებშიც წერია, რომ ჩემ სამოსელზე წილი ხარესო. და რატო? და მე როკიპრიანე კართაგენელი იტყვის ქრისტეს კვართი ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოა და მადლობა ღმერთს რომ ის საქართველოში. აი ეს უცნაური, ანუ ერთი მთლიანობა ქრისტეს მისტიკური სხეულის ემის ნიშანია და თან ეს თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც წესით მახარებლებს არ უნდა დაეწერათ, მით უმეტეს დავით მეფსალმუნდეს, საუკუნეების იქით არ უნდა დაეწერა, ეს ყველაფერი იმიტომ წერია, რომ ყველაფერი წვრილმანის კი, ყოველი წვრილმანის კი ღვთის განგებულების ქვეშ იყო. რომ ვიღაცას არ შეექონას ილუზია, რომ ისეთი ღონიერია, რომ ღმერთის მოკლა შეუულია, ან ეკლესიის განადგურება შეუულია, არაფერი არ შეუულია ადამიანს, თუ ღმერთის დაშვებით არ იქნება. არც ჩვენი მოკვდინება არ შეუულია, თუ ღვთის დაშვებით არ იქნება. იმიტომ რომ ჩვენს ღმერთი გვიფარავს. ხო შეიძლება გარდაცვლილიყო ჩუმად, არა, ხმა ხო ხმითა დიდითა ყვირის ქრისტე. გამბობს რომ ამაო ხელთა შენთა შევედრებ სულსა ჩემსა და განუტევა სული, მაგრამ სხვა მახარებლებთან ხო ვკითხულობთ, რა ისათვის დამიტევენ. ესეც ანუ ხმამაღლა ამბობ. რატომ დამტოვე? გესმით, ესეც ჩვენთვის განიცადა და ამავე დროს გვასწავლა, რომ გარდაცვალება რომ მოგვიახლოვდება, მთელი მზერა იყოს ღმერთის ძიებისკენ მიმართული. ასაც მთელი ცხოვრება უნდა ვაკეთებდეთ, ღმერთს ვეძებდეთ. გარდაცვალების მომენტში ეს უნდა იყოს ძალიან კონცენტრირებული. კვდები მე და ჩემი თავისთვის, აი რომ სიკვდილი ხო როგორია, ხო მივალთ იქამდე და გავიგებთ რაც არის, მაგრამ წარმოგვიდგენია რომ ეს ყველა ესეთი მნიშვნელოვანი რამეა, რომ შეიძლება ყველაფერი დაგავიწყოს და ჩვენი ღირსება სწორედ იმაშია, რომ გარდაცვალება მოვა, მე არ უნდა მახსოვდეს ჩემი სიკვდილი უფრო მეტად ვიდრე ღმერთი. ყველაზე მეტად ღმერთი უნდა მახსოვდეს ჩემი გარდაცვალების ჟამს. ჩემზე მეტად უნდა მახსოვდეს, ჩემს სიკვდილზე მეტად, ჩემს დატოვებულ საქმეებზე მეტად. მთელი ჩემი არსება უნდა იყოს კონცენტრირებული მასზე, ყურადღება მასზე გაფაქიზებული, სადახარ. ესე ჩვენ სამაგალითოდ ხდება, რატომ დამტოვე და გამოვიდა დროს განიცადა კაცობრიობის ტკივილი, ღმერთისაგან განშორებულები ვარ ჩვენ და სულ ზღაფავს ადამიანი, ყოველი მთელი კაცობრიობა და ესეც განიცადა ჩვენთვის. და ინახეთ, როდესაც ეს ხდება და აქ ახლა არ წერია, მაგრამ ხო ვიცით, რომ 60-ში შეიყვანს და მანამდე რომ მიუტევებს, ეს ხო ვნახეთ და ეს ყველაფერი მე რომ ხმამაღლა დაიყვირა და ამ დროს განუტევა სული ადრე, გახსოვთ როგორ არის პილატეს გაუყვირდა, ასე მალე მოკვდაო? ანუ ესე ადვილად არ კვდებოდნენ, იტანჯებოდნენ ძალიან დიდხანს. ანუ თითქოს თავის საქმე აღასრულა, მამას მოუწოდა და ეგრევე თავი ჩაქინდრა და განუტევა სული. და ეს აღქმული იქნა მიმტევებლობასთან ერთად, რომ მიუტევე არიციან რას აკეთებენ დღეს ჩემთან იქნები 60-ში, ეს ყველაფერი აღქმული იქნა რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად, რომ მასში არ არის სიძულვილი, მასში არის სიყვარული, მზრუნველობა თავის მკვლელებთანაც კი და ამან ყველაფერმა თავისი ნაყოფი გამოიღო იქვე და ყოველი მათთანა მოსული, რომელთა იხილეს ხილვა იესე და საქმენი ესე იცემდეს მკერდსა მათსა და ასე წარვიდოდნენ. უკვე იქვე იმ მკვლელების ნაწილთან სინანული დაიწყო. და ქრისტეს სიტყვებია, როცა აღამაღლებთ ზეკაცისას, ან როცა ჯვარზე აიყვანთ, მაშინ დაიწყება ადამიანების მოქცევა. ანუ ქრისტეს ჯვარცმის გარეშე შეუძლებელი იყო ქრისტეს ღმერთობის დანახვა მთელი სისავსით.
თითოეულ ადამიანმა დაინახეს და ბოლომდე კიდევ ვერ ერწყმუნეს. მაგრამ მისმა ჯვარცმამ დაიწყო ისეთი ადამიანების შიგნით რაღაცა პროცესი, მეტამორფოზის პროცესი, რომელიც აღდგომის შედეგად მათში განსრულდა, ანუ ისინი ქრისტიანები ხდებიან. ეს საოცარი საიდუმლოება ადამიანად მოსული ღმერთის სიკვდილის. შეგვეწიოს უფალი, მოგცეს ძალა, გამძლეობა, მოთმინება, რომ ყველაფერი რისთვისაც მან სამყარო შექმნა და ჩვენ მოგვიწოდა აქ ეკლესიაში, ყველაფერი ბოლომდე მიგვეტანოს ჩვენი შესაძლებლობა სადამდეც გაწდება. დანარჩენს ღმერთი გააკეთებს. უკან არ დაგვეხიოს, სულ მოკლეობა არ გამოგვეჩინოს და ვიყოთ მართლაც ქრისტესთვის მხნე, მამაცი, მეომარნი. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.